თვითმფრინავიდან ვიპოვეთ ჩვენი სასტუმრო. კვიპროსში, პროტარაში ვიყავით და გავჩერდით Golden Coast Beach ჰოთელში, რომელსაც დღეს განვიხილავ. სასტუმროს ოთახი საკმაოდ კარგი იყო, თუმცა არ დაგვახვედრეს პირის ღრუსმოვლის ნაკრები და საპარსი საშუალებები, რაც ძალიან გამიკვირდა 4 ვარსკვლავიანი სასტუმროსგან. პერსონალი საკმაოდ გულისხმიერი და მომხმარებელზე ორიენტირებული იყო. ზღვის ხედიანი ოთახი ჰქონდა და half board შეთავაზებით ვისარგებლეთ. რაც გულისხმობს მხოლოდ საუზმეს და ბახშამს, ან საუზმეს და ლანჩს. დილის 6 საათზე ვდგებოდით, შემდეგ დაახლოებით 9 საათისკენ ვსაუზმოვდით და შემდეგ უკვე ლანჩის დროს გვეძინა, ამიტომ მხოლოდ ვახშმით ვისარგებლეთ. მიუხედავად იმისა, რომ საუზმე ყოველდღე ერთი და იგივე იყო, მე მაინც ძალიან კმაყოფილი ვიყავი, რადგან შეგეძლოში გეკვეთა ომლეტი შენთვის სასურველი ინგრედიენტებით და შემდეგ უკვე გემრიელად მიგერთვა. რადგან ჩვენ half board შეთავაზება გქონდა, საუზმეზე ნებისმიერი სასმელი სრულიად უფასო იყო, თუმცა ბახშამზე რაიმე სასმელი თუ გინდოდა, შემდეგ ამის თანხა რეცეპშენზე უნდა გადაგეხა და ჩეკაუთის დროს. დილას დესერტების დიდი ფართე არჩევანი არ იყო, თუმცა იყო ძალიან გემრიელი თხილეული, ჩირეული, იოგურტები, ხილი და ტკბილის მოთხოვნილებას ასე თუ ისე გიკმაყოფილებდა. ტკბილიდან მხოლოდ ეს მაფინები და კექსები იყო. და იმდენად ნოყიერად ვსაუზმოვდი, რომ მე ანიმატორებთან და თავში ესე ვცეკვავდი ხოლმე და ვარჯიშობდი. სასტუმროში ფუნქციონირებდა kids club-ი, რომელიც სხვადასხვა დღეებში სხვადასხვა აქტივობებს თავაზობდა ბავშვებს. ბავშვთა გასართობად აქ საკმაოდ მრავალფეროვანი სათამაშოები ჰქონდათ და კარგი ინვენტარი. ამ ყველაფრის მერე თუ არ დავეგლებოდით ძალიან და არ შეგვეზარებოდა, სასეირნოდაც გავდიოდით, რადგან სასტუმროს ძალიან ლამაზი ბაღი ჰქონდა, თუმცა იმდენად დიდია სასტუმროს ტერიტორია, რომ მე მგონი დასუფთავებას ვერ ასწრებდნენ ყოველთვის და ცოტა მეტი დასუფთავება სჭირდებოდა. და იმდენად ლამაზი იყო სასტუმროს ეზო, რომ მინიმუმ 3 ქორწილი ვნახეთ ჩვენი იყოფნის პერიოდში. რაც შეეხება ვახშამს, გამართლებაზე იყო, ზოგი საკვები ძალიან გემრიელი იყო, ზოგი საერთოდ არა, თუმცა ჰქონდათ ესეთი თემატური საღამოები, ხან ბერძნული საღამო ჰქონდათ, ხან კორეული, ხანაც მექსიკური, ხან ბარბეკიუ საღამო. ამ შემთხვევაში ყველა ერთად მოვათავსე, ეს ურეპები ძალიან გემრიელი იყო, მაკარონები ძალიან გემრიელი იყო, თუმცა რაღაც საკვები საერთოდ არ იყო გემრიელი და ძალიან ცუდი იყო ის ფაქტი, რომ ეტიკეტირება არ ჰქონდა საკვებებს. ზოგს ჰქონდა, მაგრამ უმეტესობას არ ჰქონდა და ესე თვალით არ ჩავდი, აბა ეს რა შეიძლება იყოს, აბა ის რა შეიძლება იყოს. რაც შეეხება ვეგეტარიანულ კერძებს, ჰქონდათ ვეგეტარიანული კუთხე და მანდაც რამოდენიმე კერძი იყო, თუმცა არ იყო ძალიან ფართე არჩევანი. ნამცხრობის ძალიან ფართე არჩევანი ჰქონდათ, თუმცა აქაც არ იყო ხოლმე ეტიკეტირება და ბევრჯერ ისეთი ნამცხვარი შემოხვდა, რომელსაც თხის ყველი ჰქონდა და მე თხის ყველი არ მიყვარს და გამოცნობით ვიღებდი ხოლმე ამ ნამცხვებსაც და ზოგს საერთოდ ვერ ვჭამდი, იმიტომ რომ ძალიან ტკბილი იყო და ზოგი საკმაოდ კარგი იყო. ვახშმის შემდეგ იმართებოდა საბავშვო დისკო და ამის შემდეგ შესაძლებელი იყო სხვადასხვა გასართობი აქტივობების ჩატარება, მაგალითად Magic Shows, Ed Sheeran-ის საღამო, ასევე იყო მუცლის ცეკვები, კარაოკე და ასე შემდეგ. საბავშვო გასართობი მოედანი, რომელიც კარგად იყო აღჭურვილი და გარეთ ცოცხალი მუსიკა.